ნომერი 10. სამედიცინო ამონარიდი შეიცავს შემდეგ წინადადებებს. ყველა სახის მკურნალობა, რომელიც ამცირებს არტერიულ წნევას, ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადების რისკს. ამას რო შევხედოთ ვენის დიაგრამაზე, ამცირებს არტერიულის წნევა აუცილებლად იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადების რისკის შემცირებას, ანუ არტერიული წნევა მთლიანად შედის ამ სიმრავლეში. წავიკითხოთ მეორე წინადადება. ბეტა ბლოკატორებით მკურნალობა არეგულირებს გულისცემას, ამცირებს არტერიულ წნევას, თუმცა ზრდის დაღლილობას. ანუ ბეტა ბლოკატორებით მკურნალობა არის ნაწილი არტერიული წნევის შემცირების, დაღლილობასაც ზრდის და გულისცემასაც არეგულირებს. ანუ ეს ბეტა ბლოკატორები ყველა ამ სიმრავლის ნაწილი გამოდის ამ ორი წინადადებიდან. ჩამოთვლითაგან რომელი წინადადების ჩამატების შემთხვევაში გახდება ამონარიდი ლოგიკურად წინააღმდეგობრივი. ანუ ამ დიაგრამას უნდა შეეწინააღმდეგოს. წავიკითხოთ. ყველა სახის მკურნალობა, რომელიც არეგულირებს გულისცემას, ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადების რისკს. ანუ გულისცემა თუ დაარეგულირა, შეუმცირებია გულსისხლძარღვთა დაავადების რისკი და ეს წინააღმდეგობაში არ არის ამ დიაგრამასთან, იმიტომ რომ ეს შეიძლება უფრო დიდი სიმრავლე იყოს და მთლიანად ჩაყლაპოს ეს სიმრავლებს. ამიტომ ეს არ ეწინააღმდეგება. მეორე, ყველა სახის მკურნალობა, რომელიც ამცირებს დაღლილობას, ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადების რისკს. ამცირებს დაღლილობას, რომელიც ამცირებს, მაგის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ აქვს. ამიტომ ეს გამოირიცხა. ჩვენ ვიცით მარტო რომელიც ზრდის დაღლილობას. ზოგიერთი მკურნალობა, რომელიც არ ამცირებს არტერიულ წნევას, არ ამცირებს არტერიულ წნევის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ამიტომ ეს პასუხიც გამოირიცხა. D. არც ერთი მკურნალობა, რომელიც არ არეგულირებს გულისცემას, რომელიც არ არეგულირებს, მასეთი ინფორმაცია არ აქვს ჩვენ ამ ორი წინადადებიდან. ამიტომ ეს პასუხიც გამოირიცხა. და დაგვრჩა E. E იქნება სწორი, მაგრამ წავიკითხოთ მაინც. არც ერთი მკურნალობა, რომელიც ზრდის დაღლილობას არ ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადების რისკს. ანუ თუ დაღლილობა გამოიწვია, ესე იგი გულსისხლძარღვთა დაავადების რისკი არ შეუმცირებია. ანუ ეს არის პასუხი. ბეტა ბლოკატორებით მკურნალობამ გამოიწვია დაღლილობის გაზრდა, ამიტომ E პასუხის თანახმად არ გამოიწვევდა გულსისხლძარღვთა დაავადების რისკის შემცირებას. და ეს პასუხი არის წინააღმდეგობაში პირველ ორ წინადადებასთან. ნომერი 11. კუნძულზე თითოეული ადამიანი ან წრფელია, მისი ნათქვამი ყოველთვის სიმართლეა, ან მატყუარაა, მისი ნათქვამი ყოველთვის ტყუილია. იქ მომხდარ ერთ-ერთ დანაშაულში ეჭვმიტანილად ამავე კუნძულელი ბიბი დასახელდა. ბიბიმ ერთი წინადადება თქვა, რითაც თავის უდანაშაულობა დაადასტურა. ჩამოთვლითაგან რომელი შეიძლება ყოფილიყო ეს წინადადება. იგულისხმება, რომ დამნაშავე მხოლოდ ერთი იყო. გვაქვს ორი შემთხვევა. ბიბი ან წრფელია, ან მატყუარაა. წავიკითხოთ ახლა წინადადებები. პირველი. დანაშაული წრფელმა ჩაიდინა. დავუშვათ ბიბიმ თქვა ეს წინადადება, ხო? და ბიბი წრფელია. თუ წრფელია, ესე იგი წრფელს ჩაუდენია. ამით იგი თავის უდანაშაულობას ვერ დაასაბუთებს. წრფელია და დამნაშაული, ანუ წრფელმა ჩაიდინა. თუ მატყუარაა, რა ხდება? დანაშაული წრფელმა ჩაიდინა. ანუ ეს წინადადება ტყუილია, ესე იგი დანაშაული მატყუარას ჩაუდენია. პირველი წინადადება ბიბის ვერანაირად გაამართლებს. იმიტომ რომ თუ ბიბი წრფელია, ესე იგი წრფელმა ჩაიდინა, თუ ბიბი მატყუარაა, ესე იგი მატყუარამ ჩაიდინა. გადავიდეთ მეორე წინადადებაზე. დანაშაული მატყუარამ ჩაიდინა. თუ ამას წრფელი ამბობს, ამ შემთხვევაში ბიბი, დანაშაული მატყუარამ ჩაიდინაო, ესე იგი სიმართლეს ამბობს. თუ სიმართლეს ამბობს, ბიბი წრფელი არის და დანაშავე მატყუარა არის. ანუ ეს პირველი შემთხვევა შეიძლება გამოვიდეს. ახლა რა ხდება, როცა ამას მატყუარა ამბობს. დანაშაული მატყუარამ ჩაიდინა. ანუ ეს წინადადება ტყუილია, ესე იგი მატყუარას არ ჩაუდენია დანაშაული და ჩაუდენია წრფელს. ანუ ამას ამბობს მატყუარა, დამნაშავე არის წრფელი. ანუ ეს მეორე წინადადება ბიბის გაამართლებს, იმიტომ რომ თუ წრფელია, ესე იგი დანაშაულს მატყუარა ჩადის. ხოლო თუ მატყუარაა ბიბი, დანაშაულს წრფელი ჩადის. ანუ
დანაშაულს ამ წინადადების მთქმელის ბუნების საპირისპირო ადამიანი ჩადის. ამიტომ ეს წინადადება გამოგვადგება. წავიკითხოთ მესამე. დანაშაული ან წრფელმა ჩაიდინა, ან მატყუარა. დანაშაული ან წრფელმა ჩაიდინა, ან მატყუარა. თუ ამას წრფელი ამბობს, შეიძლება წრფელიც იყოს დამნაშავე და შეიძლება მატყუარაც, ამიტომ ამით ვერ გავიგებთ. ამ წრფელი თუ ამბობს, შეიძლება წრფელიც იყოს ხო დამნაშავე. ამიტომ ეს აუცილებლად არ გამორიცხავს. ამიტომ ეს მესამეც გამოირიცხვა. პასუხი იქნება მხოლოდ B. ამოცანები 12-14 შემდეგ მოცემულობას ეყრდნობა. 7-მა A, B, C, D, E, F, G მოხალისემ უნდა მონიშნოს საუღელტეხილო ბილიკი. ბილიკი 3 სექციისგან შედგება. მათგან 2-ზე ჭველფსა და კალაზე 3 მოხალისე იმუშავებს, ხოლო მესამეზე ლატფარზე 1. ცნობილია, რომ თითეული მოხალისე მხოლოდ 1 სექციაზე იმუშავებს, A აუცილებლად ჭველფის სექციაზე იმუშავებს, C და G ერთსა და იმავე სექციაზე იმუშავებენ, A და B სხვადასხვა სექციაზე იმუშავებენ. თუ F კალას სექციაზე იმუშავებს, მაშინ E ჭველფის სექციაზე იმუშავებს. ნომერი 12. ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება იყოს მოხალისეების განაწილება სექციების მიხედვით. პირობების მიხედვით ბევრი ვარიანტი არის შესაძლებელი, ამიტომ პირდაპირ პასუხებისგან გამომდინარე ვიმსჯელოთ. პირველი პირობა თითეული მოხალისე მხოლოდ ერთ სექციაზე მუშაობს და ასეთი პირობა ყველგან დაკმაყოფილებულია. ამიტომ პირველი პირობით ვერაფერს ვერ გამოურიცხავთ. მეორე პირობა A ჭველფის სექციაზე მუშაობს. დავაკვირდეთ A სად არის ჭველფის სექციაზე. აი ჭველფი არის B და F. ამიტომ B პირობა გამოირიცხა. შემდეგი პირობა გვიწერია C და G ერთსა და იმავე სექციაზე იმუშავებენ. დავაკვირდეთ C და G სად არიან ერთ და იგივე სექციაზე. C აქ არის, G აქ არის. ანუ G-ც გამოირიცხა, E-ც გამოირიცხა, იმიტომ რომ C აქ არის და G აქ არის. წავიკითხოთ შემდეგი. A და B სხვადასხვა სექციაზე იმუშავებენ. დავაკვირდეთ A პირობაში A და B სხვადასხვაგან არიან, D-შიც A და B სხვადასხვაგან არიან. ანუ ჯერჯერობით ორივე შეიძლება. გადავიდეთ ბოლო პირობაზე. თუ F-ი კალა სექციაზე იმუშავებს, მაშინ E ჭველფის სექციაზე იმუშავებს. დავაკვირდეთ F-ისა და კალა სექციაზე. F-ი აგერა კალა სექციაზე, მაშინ E უნდა იყოს ჭველფის სექციაზე. მაგრამ E არის ლატფარის სექციაზე, ამიტომ A-ც გამოირიცხა. შესაბამისად, სწორი პასუხი გამოვა D. ეს D აკმაყოფილებს ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ პირობას. ნომერი 13. თუ A და F-ი ერთსა და იმავე სექციაზე მუშაობენ, მაშინ ჩამოთვლილთაგან რომელი იქნება აუცილებლად ცდარი. ვიცით რომ A არის ჭველფის სექციაზე, ხო? ანუ გვაქვს სექციები ჭველფი, კალა და ლატფარი. A აუცილებლად ჭველფზე უნდა იყოს, ანუ F-იც აუცილებლად ჭველფზე იქნება. ვიცით აგრეთვე რომ C და G ერთსა და იმავე სექციაზე უნდა იყვნენ და ლატფარეზე 1 უნდა იყოს აუცილებლად. ანუ C და G აუცილებლად ყოფილან კალაზე, იმიტომ რომ ლატფარზე ვერ იქნებიან. დავაკვირდეთ ახლა სად გვიწერია? C გვიწერია ჭველფის სექციაზე იმუშავებს და ეს იქნება აუცილებლად ცდარი. დანარჩენის შესახებ ინფორმაციები არ აქვს, ამიტომ ყველა შეიძლება იყოს. ნომერი 14. ჩამოთვლილთაგან რომელია საკმარისი იმის ცალსახად დასადგენა თუ რომელი მოხალისე რომელ სექციაზე იმუშავებს. დავიწყოთ პირობები და ცალ-ცალკე განვიხილოთ ყველა. პირველი, A და B ჭველფის სექციაზე იმუშავებს. ანუ A და E აუცილებლად ჭველფზე უნდა იყოს, მაშინ რა ვიცით აუცილებლად C და G ერთსა და იმავე სექციაზე უნდა იყოს. ჭველფზე და კალაზე 3 არის, ლატერფაზე 1. ამიტომ აქ C და G ვეღარ იქნება, C და G გამოვა აუცილებლად კალაზე. შემდეგი რა ვიცით? A და B სხვადასხვა სექციაზე უნდა იყოს, ანუ B შეიძლება აქაც იყოს და აქაც იყოს. ზუსტად არ ვიცით. F-ი კალის სექციაზე თუა, მაშინ E ჭველფის სექციაზეა. რადგან E ჭველფის სექციაზეა, F-ი სადაც გინდა იქ იქნება. აქაც შეიძლება იყოს და აქაც შეიძლება იყოს. D-ც აქაც შეიძლება იყოს, აქაც შეიძლება იყოს და აქაც. ამიტომ ეს კომბინაცია ცალსახად არ განსაზღვრავს თუ რომელი სად შეიძლება იყოს. ბევრი ვარიანტი შეიძლება არსებობდეს. გადავიდეთ შემდეგ პირობაზე. D და E კალა სექციაზეა. D და E კალა სექციაზე აღმოჩნდა. ვიცით რომ C და G ერთსა და იმავე სექციაზე უნდა იყოს, ამიტომ C და G აუცილებლად ჭველფზე უნდა იყოს. იმიტომ რომ C და G კალაზე ვეღარ იქნება, იმიტომ რომ 4 გამოვა და ლატერფაზე მხოლოდ 1 უნდა იყოს. კალაზე 3 უნდა იყოს, ჭველფზე 3 და ლატერფაზე 1. ამიტომ C და G გამოვიდა ჭველფზე. ვიცით რომ A-ც აუცილებლად ჭველფზე არის, ამიტომ
A ჭველბზე ჩავწეროთ. თუ F-ი კალაზე არის, E ჭველბზე უნდა იყოს. F-ი კალაზე რო დავწეროთ, E ჭველბზე უნდა ჩავწეროთ. ამიტომ F-ს კალაზე ვეღარ ჩავწერთ და F-ის ადგილი გამოვიდა ლატერფაზე და შესაბამისად E დაგვჭა რა B გამოვიდა კალაზე და A და B მართლა სხვადასხვა სექციაზე არის. F-ი კალაზე რო ჩაგვეწერა, E-ს ჭველბზე უნდა ჩაგვეწერა. ამიტომ E რადგან კალაზე წერია, F-ს აქ კალაზე ვეღარ ჩავწერდით. ამიტომ ეს მეორე აუცილებლად სწორად განსაზღვრავს, რომელი სად უნდა იყოს. თუ D და E აქ იქნა, C, G, E აქ უნდა იყოს, B კალაზე უნდა იყოს და F-ი ლატერფაზე. ამოცანები 15-17 შემდეგ მოცემულობას ეღრმობა. ბალნეოლოგიური კურორტების განვითარების ფონდის სამუშაო შეხვედრა 8 სესიად ჩატარდება. 7 ძირითადი სესიიდან თითოეულზე კურორტებიდან აბასთუმანი, ბორჯომი, გრიგოლეთი, თბილისი, ნუნისი, საირმე და წყალტუბო თითო წარდგება. ერთ სესიაზე კი ექსკურსია მოეწყობა. სესიები შემდეგი წესის მიხედვით დაიგეგმება. სესიები დაიწყება სამშაბათ დილით და 4 დღე გაგრძელდება. თითოეული სესია შეიძლება იყოს ან დილის ან საღამოს. ბორჯომი უშუალოდ აბასთუმნის მომდევნო სესიაზე წარდგება. ნუნისი 4 შაბათს დილით წარდგება. არც გრიგოლეთი და არც თბილისი არ წარდგებიან დილის სესიებზე. წყალტუბო უფრო გვიან წარდგება ვიდრე ბორჯომი. თუ ნუნისი საირმეზე ადრე წარდგება, მაშინ გრიგოლეთი ნუნისზე ადრე წარდგება. წავიკითხოთ ახლა მე-15 ნომერი. ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება იყოს სამუშაო შეხვედრის სწორი განრიგი. სწორი განრიგის ალბათ ბევრი ვარიანტი არსებობს, ამიტომ ჩვენ პასუხებიდან გამოვრიცხოთ. წავიკითხოთ პირველი. სესიები დაიწყება სამშაბათს დილით და 4 დღე გაგრძელდება. თითოეული სესია შეიძლება იყოს ან დილის ან საღამოს. ეს პირობა ყველგან დაკმაყოფილებული, ამიტომ პირველ პირობიდან ვერცეც ვერ გამოვრიცხავთ. გადავიდეთ მეორეზე. ბორჯომი უშუალოდ აბასთუმნის მომდევნო სესიაზე წარდგება. ანუ აბასთუმანს უნდა მოსდევდეს ბორჯომი. A ვარიანტში მოსდევს აბასთუმანს ბორჯომი, B-შიც, G-შიც აბასთუმანს ბორჯომი მოსდევს, D-ში აბასთუმანს ექსკურსია მოსდევს და მერე მოსდევს ბორჯომი. ამიტომ აქ D ვარიანტი გამოირიცხა, რადგან აბასთუმანი მერე ექსკურსია წერია და მერე ბორჯომი წერია. D გადავხასეთ. წავიკითხოთ შემდეგი პირობა. ნუნისი 4 შაბათს დილით წარდგება. ნუნისი 4 შაბათს A ვარიანტში წერია, B-ში წერია, G-ში წერია და E-ში წერია. ამ პირობით ვერაფერი ვერ გამოვრიცხეთ. წავიკითხოთ შემდეგი. არც გრიგოლეთი და არც თბილისი არ წარდგებიან დილის სესიაზე. ნახოთ, საწერია გრიგოლეთი ან თბილისი დილით. პირველგან არ წერია, მეორეგან არ წერია, გრიგოლეთი აგერ წერია. ამიტომ G გამოირიცხა, E-შიც არ წერია სხვა. გადავიდეთ შემდეგზე. წყალტუბო უფრო გვიან წარდგება ვიდრე ბორჯომი. ანუ ჯერ ბორჯომი უნდა იყოს და მერე წყალტუბო. ბორჯომი მერეა ვიდრე წყალტუბო. A გამოდგება, წყალტუბო, ბორჯომი. წყალტუბო აქ წერია, ბორჯომი აქ წერია. B გამოირიცხა. D შევამოწმოთ მაინც, ბორჯომი და წყალტუბო. წყალტუბო უფრო გვიან წერია. ამითაც ვეღარაფერს გამოვრიცხავთ. და წავიკითხოთ ბოლო. თუ ნუნისი საირმეზე ადრე წარდგება, მაშინ გრიგოლეთი ნუნისზე ადრე წარდგება. დავაკვირდეთ. ნუნისი ადრე წარდგება საირმეზე. ნუნისი უფრო ადრე წარდგა საირმეზე. პირველი პირობა შესრულდა, მაშინ გრიგოლეთი ნუნისზე ადრე უნდა წარდგეს. მაშინ გრიგოლეთი უფრო აქეთ უნდა ყოფილიყო, მაგრამ გრიგოლეთი აგერა წერია. ანუ A-ც გამოირიცხა. შესაბამისად დაგვრჩა ერთადერთი სწორი ვარიანტი E. E-ში ეს ყველა პირობა დაკმაყოფილებული იქნება. დავაკვირდეთ. ნუნისი საირმეზე ადრე არ წარდგა. პირობას არ ეწინააღმდეგება, ამიტომ E გამოვიდა სწორი პასუხი. ნომერი 16. თუ ექსკურსია 5 შაბათს დილას ჩატარდება, მაშინ ჩამოთვლითაგან რომელია აუცილებლად ჭეშმარიტი. მოდი, ექსკურსია დავწეროთ 5 შაბათს დილას. ვიცით რომ ნუნისი 4 შაბათს დილით წარდგება, ამიტომ ნუნისი დავწეროთ 4 შაბათს დილით და ასეთი ინფორმაციები ვიცით. ბორჯომი უშუალოდ აბასთუმნის მომდევნო სესიაზე წარდგება და წყალტუბო უფრო გვიან წარდგება ვიდრე ბორჯომი. ამიტომ აბასთუმანი შეიძლება იყოს პარასკევს დილას ან სამშაბათს დილად. მოდი განვიხილოთ შემთხვევა, როცა არის სამშაბათს დილად. ანუ ჯერ აბასთუმანი უნდა წარდგეს და მერე ბორჯომი. ბორჯომი უშუალოდ აბასთუმნის მომდევნო სესიაზე წარდგება. წავიკითხოთ ახლა შემდეგი პირობა. თუ ნუნისი საირმეზე ადრე წარდგება, მაშინ გრიგოლეთი ნუნისზე ადრე წარდგება. ან ნუნისი მართლაც საირმეზე ადრე წარდგება, იმიტომ რომ საირმე ფიზიკურად სამშაბათს ვეღარ წარდგება. მაშინ გრიგოლეთი ნუნისზე ადრე უნდა წარდგეს. ანუ გრიგოლეთი
აქეთ უნდა იყოს, მაგრამ გრიგოლეთის ადგილი აქეთაც არ არის. ამიტომ ეს ვარიანტი გამოირიცხა. ანუ აბასთუმანი არ ყოფილა სამშაბათს დილით. შესაბამისად, ეს ვარიანტი წავშალოთ, აბასთუმანი უნდა იყოს ხუთშაბათს საღამოს, ბორჯომი უნდა იყოს პარასკევს დილას, იმიტომ რომ ბორჯომი უშუალოდ აბასთუმნის მომდევნო დღეს სესიაზე უნდა წარდგეს, მომდევნო სესიაზე. ვიცით აგრეთვე რომ წყალტუბო უფრო გვიან უნდა წარდგეს ვიდრე ბორჯომი, ესე იგი წყალტუბო ყოფილა პარასკევს საღამოს. კიდევ ვიცით რომ არც გრიგოლეთი და არც თბილისი არ წარდგებიან დილის სესიაზე. ანუ გრიგოლეთი შეიძლება და თბილისი შეიძლება სამშაბათს ან ოთხშაბათს საღამოს ჩატარდნენ. ასე რომ ერთადერთი დაგვრჩა საირმე უნდა წარდგეს დილის სესიაზე სამშაბათს. საირმე. ხოლო გრიგოლეთი და თბილისი შეიძლება როგორც ოთხშაბათს საღამოს, ესე სამშაბათს საღამოს ჩატარდეს. დავაკვირდეთ ახლა პასუხებს. ბორჯომი ხუთშაბათს საღამოს წარდგება, ბორჯომი ხუთშაბათს საღამოს წარდგება არასწორია, იმიტომ რომ პარასკევს საღამოს წარდგა. და გადავხაზოთ ეს. გრიგოლეთი სამშაბათს საღამოს წარდგება. გრიგოლეთის შესახებ ინფორმაცია რა გვაქვს? შეიძლება ოთხშაბათს საღამოსაც წარდგეს და სამშაბათსაც. ამიტომ აუცილებლად სწორი არ არის. თბილისი ოთხშაბათს საღამოს წარდგება. არც თბილისის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ შეიძლება სამშაბათს საღამოს წარდგეს, ამიტომ აუცილებლად სწორი არ არის. და საირმე სამშაბათს დილით წარდგება. და საირმე მართლაც სამშაბათს დილას გვიწერია და დი გამოდის სწორი პასუხი. წყალტუბო პარასკევს დილით დაიწყება, ცხადი არასწორია. იმიტომ რომ წყალტუბო შევავსეთ პარასკევს საღამოს. და ეს არასწორი პასუხი გამოვიდა D. ნომერი 17. თუ საირმე პარასკევს საღამოს წარდგება, მაშინ რომელ სესიაზე ჩატარდება ექსკურსია? პარასკევს საღამოს ჩავწეროთ საირმე. ვიცით რომ ნუნისი ოთხშაბათს დილით უნდა წარდგეს, ამიტომ ოთხშაბათს დილით ჩავწეროთ ნუნისი. თუ ნუნისი საირმეზე ადრე წარდგება, გრიგოლეთი ნუნისზე ადრე უნდა წარდგეს. ანუ გრიგოლეთი უნდა წარდგეს სამშაბათს დილით ან სამშაბათს საღამოს. იმიტომ რომ არც გრიგოლეთი და არც თბილისი არ წარდგებიან დილის სესიაზე. მაშასადამე გრიგოლეთი ყოფილა სამშაბათის საღამო, წყალტუბო უფრო გვიან უნდა წარდგეს ვიდრე ბორჯომი, ხოლო ბორჯომი უშუალოდ აბასთუმნის მომდევნო დღეს უნდა იყოს. წყალტუბო თუ უფრო გვიან უნდა წარდგეს სამშაბათს დილას ვერ იქნება, ვერც ოთხშაბათს დილას ვერ იქნება. ხუთშაბათს დილასაც ვერ იქნება, იმიტომ რომ აბასთუმანს უნდა მოსდევდეს ბორჯომი, შეიძლება წარდგეს ხუთშაბათს საღამოს. მაგრამ ხუთშაბათს საღამოს რო წარდგეს, აქეთ აბასთუმანი იქნება მერე ბორჯომი, ამიტომ პარასკევს დილას მოუწევს თბილისი ან სამშაბათს დილას და თბილისი არ შეიძლება იყოს დილით ჩატარებული. ამიტომ წყალტუბო უნდა იყოს პარასკევს დილას აუცილებლად, რადგან წყალტუბო პარასკევს დილასა, თბილისი შეიძლება ან ოთხშაბათს საღამოს ჩატარდეს, ან ხუთშაბათს საღამოს. თუ ოთხშაბათს საღამოს ჩატარდება თბილისი, მერე აბასთუმანი ბორჯომი იქნება ხუთშაბათს. თუ ხუთშაბათს საღამოს ჩატარდა თბილისი, მაშინ ოთხშაბათს იქნება აბასთუმანი და ხუთშაბათს იქნება ბორჯომი. ანუ ეს სამი ადგილი აუცილებლად აბასთუმანი, ბორჯომი, თბილისის არის. ერთადერთი ადგილი რჩება სამშაბათს დილით ექსკურსიაზე. ექსკურსია უნდა ჩატარდეს სამშაბათს დილაც. და ასეთი პასუხი გიწერია A.